რათა დააშინოს, რათა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დამფრთხალნი, რათა ჩვენი ხმა აღარ ისმოდეს და შესაბამისად დისკომფორტი არ ექმნებოდეს ამ ქართულ რუსულ რეჟიმს, ქართულ გვარიან რუსთა რეჟიმს, არსით კონცეფციით რუსთა რეჟიმს. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ახალ კანონებს ხომ იღებს და რეპრესიული მანქანაც ამოქოქილი აქვს. ისიც თქვენ რომ მოქალაქეები სასამართლოდან სასამართლოში დადიან, მოქალაქეებს ჯარიმაზე ეკისრებათ. ამ რამდენიმე ხნის წინ ალექსი პეტრიაშვილის და არა მხოლოდ ალექსი პეტრიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა და 5,000 ლარი დააჯარიმეს გზის გადაკეთვისათვის. ისე თან რომ ვერც ვერაფერი ვერ დააღწიეს. მოწმე რა არის, მოწმეს კი არ ხოლია, ცხადია. ისეთი მოწმე, რომელსაც ენდობა, თავად სასამართლო უნდა ენდობოდეს და საზოგადოება ენდობა. აი 2 დღის წინ კი დააჯარიმეს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, რომელთა გვარსახელების, რომელთა ნაწილის გვარსახელებიც იცის ფართო საზოგადოებამ, ასე მაგალითად ნინო კატამაძე, სხვები და სხვები. მათ შორის დაჯარიმებულთა შორის იყო მაია ცირაბუა, ფსიქოლოგი, რომელსაც გზა არ გადაუკეტავს, მაგრამ გზის გადაკეტვას კი მიედავნენ და უთხრეს რომ მოსამართლედ თქვა რომ თქვენ დაჯარიმებული ხართ 5,000 ლარით. სწორედ ქალბატონი მაია იქნება ჩემი დღევანდელი სტუმარი, რომელსაც პირველ ყოვლისა მადლობას ვუხდი გადაცემაში მონაწილეობისათვის და ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის რომ მადლობას ვუხდი ბჭყალებში გზის გადაკეთვისათვის. უფრო ზუსტი რომ ვიყო, მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ თქვენც ბევრის არ იყოს, ხართ აქტიური მოქალაქე და ზუსტად იცით, რატომ ხართ ქუჩაში. ამაზეც ვისაუბრეთ, მაია, კიდევ ერთხელ მადლობა მონაწილეობისათვის, მაგრამ ჯერ პირველ ყოვლისა მითხარით რა დააშავეთ. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა და სასამართლოს მოსამართლის წარმოდგენით თუ აზრით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გუშინდელი დღიდან მაქვს სამართალდამხმარების სტატუსი და გვედავებოდნენ მე და რამდენიმე მოქალაქე, სულ ვიყავით 9, ჩვენ ქუთაისში გავმართეთ, ასე ვთქვათ, საპროტესტო აქცია იმ მოსამართლის სახლის წინ ტროტუარზე გზა არ გადაგვიკეტავს, რომელმაც არ მიიღო წარმოებაში, ეს არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, არ მიიღო წარმოებაში მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჩილი. ეს იყო ჩვენი პროტესტის საგანი, მივედით, გავშალეთ ტრანსპარანტი, რომელზეც წერა თავისუფლება მზია ამაღლობელს, იყო მეგაფონით მოწოდებები, იქ მყოფი, გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ახსნა იმისა, თუ რატომ მოვედით, რას ვაპროტესტებთ, სასტვენები, არც ერთი ესეთი სიტყვა არანორმატიული ლექსიკიდან, არც ერთი მუქარა, არც ერთი მცდელობაც კი მის საკუთრებაზე მიკარების, უბრალოდ ვიდექით, კერძო სახლი აქვს ამ მოსამართლეს, მისი სახლის წინ. სულ გაგრძელდა ეს დაახლოებით 20 წუთი, 30 წუთი, სავარაუდოდ 30 წუთამდე მთელი ამ მოსამზადებელი, ასე ვთქვათ, ეტაპების გათვალისწინებით, მერე დავიშალე წყნარად შვიდად და წავით. აი ეს იყო სასამართლო, კანონმაია, სასამართლო უკანონო სასამართლო, არასამართლიანი სასამართლო, რაც ხდებათვის დავარქვათ, მაგრამ მარტო ამ სიტყვით შემოვიფარგლები სასამართლო, მოსამართლე, რომლის წინაშეც თქვენ სხვებთან ერთად გამოხვედით წარს დექით, ხო? ისინი რას ამბობენ? ან როგორ ფორმალისტურად თუნდაც. მე მესმის რომ
არაფერი დაგიშავებიათ და მაყურებელთა 95% თუ მეტი არა აბსოლუტურად დარწმუნებულია ისედაც და ასედაც, მაგრამ ამ 95%-ს ან დარჩენილ 5%-ს რომ ავუხსნათ ისინი მოსამართლე როგორ ჭალებში გიმტკიცებთ ამ ეგრეთ წოდებულ ნარჩავნს რას ამბობს ფურცელზე რომელიც არ ვიცი ჩაგბარდა თუ არა უკვე ჯერ არა ხო როცა ჩაგბარდებათ რა ეწერება სავარაუდოდ დიახ იცით აქ იყო ესეთი ვითარება რომ ჩვენ იქ მისულები დაგვაფიქსირა ორმა პოლიციელმა და ეს ძალიან საინტერესო მომენტი ამ საქმიდან დაგვინახეს იქავართ მაგრამ არ მოვიდნენ არ გაგვაფრთხილეს რომ ეს არის კანონდარღვევა 2007 წლიდან შესულია მე ახლა გამოვიკვლიე ეს და ძირითადად ახლა კანონები ჩემი საქმე არ არის ჩემი პროფესიიდან გამომდინარე თუმცა ასე თუ ისე რაღაცებში ვერ ყვევი თანდათან 2007 წლიდან არსებობს კანონით არ შეიძლება მოსამართლის სახლთან თურმე პროტესტის გამოხატვა. არც ერთი პრეცედენტი არ ყოფილა საქართველოში, ეს არის სააკაშვილის დროს შეტანილი. სავარაუდოდ, როგორც მე ვარაუდობ, ეს უკავშირდება მაშინ გახმაურებულ საქმეს გირგვლიანის და ალბათ ამიტომ შემიძლია რომ გახსოვთ, რომ მაშინაც იყო გარკვეული ძალიან დიდი საპროტესტო ტალღა და ასე ვთქვათ, იყო ძალიან დიდი პროტესტი მაშინდელი სასამართლოს მიმართ, რომელიც მოსამართლის მიმართ, მუსერიძის მიმართ, რომელიც ახლა იცით რამხელა ფიგურაა. ვარაუდოდ ამის აღსაკვეთად შეიქმნა ეს კანონი, თუმცა არ ამოქმედებულა არასდროს, უბრალოდ არ გამოუყენებიათ არასდროს და უცებ გამოიყენეს. ახლა ძალიან საინტერესოა რატომ, ალბათ თქვენ ახსენეთ დასაწყისში დასაშინებლად. ძალიან ბევრი უკანონო გადაწყვეტილება ქვეყანაში მიღებული და მე მგონია რომ შექმნეს პრეცედენტი და აჩვენეს რომ აი გაბედავთ მოსამართლის სახლთან მისვლას და პროტესტის გამოხატვას ჩვენ დააგსჯით. აი ასეთ ხალხსაც კი ვსჯით. ეხლა ასეთი ხალხი რას ნიშნავს? უბრალოდ იქ ვიყავით აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც ცხოვრებაში არასდროს არანაირი კანონი არ დაგვირღვევია, ხო? ასე თუ ისე გვიცნობ, რაღაც ნდობა გაგვაჩნია საზოგადოების მხრიდან. ანუ ეს იყო რაღაც მე ესე ვთვლი საჩვენებელი და ნუ ახლა არც ჯარი ახლა მოგმართავთ როგორც ფსიქოლოგი. დიახ, ძალიან უკაცრავად ვკარგავ. თუმცა ჩვენ გველოდებოდა 15 დღემდე ადმინისტრაციული წესით პატიმრობა ეს იყო ასე ვთქვათ, ეს 29 დეკემბერს არის შესული, გაამკაცრეს და ეხლა კიდევ უფრო მეტად გაამკაცრეს. ეხლა უკვე 60 დღემდეა პატიმრობა და დაემატა ჯარიმა. ანუ თქვენ ვიდრე სასამართლოში, დიახ, გეთახმებით აბსოლუტურად სხვა კითხვის დასმა მინდოდა ამასობაში, მაგრამ ამას გკითხავთ. მეც ეს ინფორმაცია მაქვს, რომ ვიდრე სასამართლოში მისვლამდე ქუთაისში თბილისიდან იმგზავრეთ 9 ადამიანი ცალ-ცალკე. თითოეული თქვენგანი თქვენს მგზავრებთან ერთად ფიქრობდით, უშვებდით, რომ მაღალი ალბათობით სასამართლო გამოიტანდა არა 5000 ლარიან ჯარიმას, არამედ სწორედ ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღეაც. თქვენ შეხვედით სასამართლო დარბაზში და წინასწარ იცოდით ცხადია, რომ თქვენს გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა მოსამართლე, თქვენ გქონდათ მოლოდინი, რომ როდესაც ის ჩაიკითხავდა თუ ზებირად იკითხოდა თავის სათქმელს, ის გამოაცხადებდა, რომ გალბ მაიას 15 დღე და უსებ მან თქვა, გალბ მაიას არა 15 დღე არაო 5000 ლარი. დიახ, კი ასეა. ჩვენ ნამდვილად წავედით თბილისიდან და ყველა იქ ქუთაისის მოქალაქეებიც, ქუთაისელებიც იყვნენ. თუმცა უმრავლესობა ვიყავით სხვა რეგიონებიდან, მაგალითად ბადო აფხაზავა გურიიდან ჩამოვიდა, ჩვენ თბილისიდან ჩავედით.
მე წავედი გამზადებული ჩანთით და ადვოკატს დავეკითხე რა ნივთები დამჭირდებოდა საპყრობილეში. ვიცოდი რომ 15 დღემდეა პატიმრობა და ველოდებოდი რომ შეიძლება მთლად 15 დღე არ იყოს, მაგრამ მან იქნებ დამიდონ 5 დღე იყოს, ან უფრო ნაკლები. მოკლედ აი ამ განწყობით წავედი. თუმცა თვითონ პროცესი ისე წარიმართა რომ უკვე ბრალდების მხარე, მე ხა ზუსტად ტერმინებს მე ისე ვერ ვიხმარ, როგორც სასამართლოს ხმარ, მოკლედ ვინც ჩვენ გვედავებოდა იმ მხარემ, თქვა წამოაყენა უკვე პატიმრობის საკითხი აღარ წამოუყენებია, წამოაყენა ჯარიმების საკითხი. თუმცა რა თქმა უნდა მე გეთანხმებით, რომ ჩვენ მადლიერები უნდა დარჩენილიყავით და ლადომ აღნიშნა კიდეც რომ ხა ჯარიმა ჯობია ნამდვილად ასე ვთქვათ რაღაცა პერიოდით საპყრობილეში ყოფნასო. მადლიერები უნდა ყოფილიყავით, თითქოს ეს არის ერთგვარი ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური ზემოქმედება და რაღაცნაირად აი როგორ გითხრათ მანიპულაცია ფსიქოლოგიური აი ეხლა უკვე ფსიქოლოგს ვეკითხები ფსიქოლოგს თქვენი სახით კო არის ეს მანიპულაცია რასაკვირველია მეც არა ფსიქოლოგიც ვიტყვი რომ როდესაც სასჯელს ესე გზადაგზაცვლი შესაძლოა სასჯელს გზადაგზა დასჯას გზადაგზა ცვლი ხო აგელადოს უთქვამს რომ კარგია რომ უკეთესია უჯობესია რომ 5000 ლარიანი დაგვაკისრეს და თლად კაცად არ ვიცი ის მათთან მუშაობენ თუ არა პირები რომლებიც ფსიქოლოგ პროფესიონალები რომლებიც ამ მეთოდს შეგნებულად იყენებენ ვერ გეტყვით ინფორმაციას არ აქვს და ვარაუდსაც ახლა ვერ გამოვთქვა მაგრამ დაშინდით კი იცით რა ემოციურად არ იყო ეს რა თქმა უნდა ნეიტრალური თუმცა დაშინებაზე ლაპარაკი ზედმეტია იცით რა არის აი როგორც მოქმედებს ეს სისტემა იწვევს ადამიანებში არა შიშის ან ბრაზის რეაქციას არამედ რისხვას განრისხება არის მდგომარეობა სადაც არის აი ნაზავი შიშისა და ბრაზის და ეს არის ძალიან ესე როგორ გითხრათ უკიდურესად პროტესტისკენ წამყვანი ემოცია. აი ამ ემოციას იწვევენ ესენი ადამიანები. მაგრამ განრისხებული ადამიანი მეც ბაბატიეთ თქვენ სფეროში ხადი არ ვიჭრები, მაგრამ განრისხებული ადამიანი თეორიულად უფრო მეტ შეცდომას ხომ არ უშვებს. თქვენ თუ განრისხებული ხართ ახლა ამ უკანონობისა და არასამართლიანი პროცესი, ძალიან პროცესს გულისხმობ და არა მაინც და მაინც სასამართლო პროცესს გავლის შემდეგ და განრისხდით თქვენც და თქვენთან ერთად ვინც იყო. ხომ და კიდე სხვები. ამან ხომ არ შეიძლება როგორც ფსიქოლოგმა ესე ამიხსენეთ დაგაშვებინოთ ისეთი შეცდომა სამართლებრივი შეცდომა რომელიც მათ ფორმალისტურად მეტ საფუძველს მისცემს რომ ეს ეგრეთ წოდებული კაუჩი გამოგდონ უკაცრავად და სხვა მხრივას უკვე შემდგომ მაგალითად სწორედ ადმინისტრაციული 60 დღიანი იმჯერზე სასჯელი მოგისაჯონ. კი, მე გეთანხმებით თქვენ ნამდვილად არ ვიცი ეს მანიპულაციები გამიზნულია თუ ეს არის ბუნებრივად, იმიტომ რომ არის გარკვეული ტიპის ადამიანები, გარკვეული ტიპის მართველობები, რომელსაც ბუნებრივად აქვთ ასეთი ქმედებები და დასწავლილი ცხოვრების მანძილზე და შეიძლება არანაირ ტექნოლოგიებს არ იყენებდნენ ისინი. აი ეს რეაქცია, ამ რეაქციის გამოწვევა შეიძლება იყოს გამიზნული სწორედ იქეთკენ, რომ რაც შეიძლება მეტი უკონტროლო ქცევა გამოიწვიონ ადამიანებში და შექმნან კრიტიკული მომენტი, რომელიც შეუძლია ისევ ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ და ჩვენ ამის მაგალითებს ვხედავთ. ძალიან ბევრ მაგალითს ვხედავთ. აი იგივე აქციებზე, ხო, როგორ მოგმართავენ პოლიციელები, განსაკუთრებით აგრესიულები არიან ისინი ქალების მიმართ. არა მარტო ქალების მიმართ, მაგრამ აი ესეთი არანორმატიული ლექსიკა, რომელსაც ისინი იყენებენ,
ძალიან უცხოა ჩემთვის და არასდროს არსად არ გამიგია არც ერთ ქუჩის მოსახვევში. შეიძლება ითქვას, რომ გადავაბიჯე უკვე ნახევარ საუკუნეს და მართლა არ მინახავს, გაოგნებული ვარ ხოლმე. ასე ექცევიან ისინი ახალგაზრდებს. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ ეს რისხვის რეაქცია გამოიწვიოს, რომელმაც შეიძლება ვიღაცას ხელი ააქნევინოს, ვიღაცას რაღაცა ისე შებრძოლებს, ნახეთ როგორ არის, სადაც ადამიანს აბრაზებ, მას შეიძლება კონდეს და აგდებს შეიძლება ღირსების შემლახავ ან სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაში, მას შეიძლება კონდეს შებრძოლების რეაქცია, შეიძლება კონდეს გაქცევის რეაქციაც. ორივე რეაქცია შეიძლება იყოს დასჯადი და მე მგონია რომ ისინი ამაზე ნადირობენ. ამიტომ ყოველთვის როცა მე მაქვს შესაძლებლობა რომ დაუშვათ აი ასე ფართო აუდიტორიასთან მქონდეს შეხვედრა, ყოველთვის ვუსვამ ხოლმე ამას ხაზს, რომ ჩვენ ეხლა ყველას გვჭირდება რკინის ნერვები, არც ერთ შემთხვევაში ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ გონივრული ნაბიჯები გადავდგათ, რაღაცნაირად აი თითქოს თითქოს აი ტყვია გაუმტარი ჟილეტები გვაცვია, მათი სიტყვები არის ტყვიები და ჩვენ ესენი უნდა ავირიდოთ თავიდან. აი რაღაცა მე გითხახმებთ აბსოლუტურად რომ ეს გვჭირდება და თქვენ კვალიფიციური ადამიანები, პროფესიონალები, რაც მეც ლაპარაკებთ ამ თემაზე და თუნდაც არაკვალიფიციურებად მე ხო სპეციფიკური ამ გვარი განათლება არ მაქვს, მაგრამ მეც კი ვხვდები, მეც კი ვგრძნობ, რომ ჩვენ რკინის ქალამნები თუ რკინის ნერვები გვჭირდება და მეც უნდა მოუწოდო როგორც რაღაც ჟურნალისტმა საზოგადოებას, მაგრამ ძალიან რთულია, იმიტომ რომ აი გაგახსენებთ ამბავს თბილისიმოლთან მეც ვიყავი და თქვენს ახსენეთ ეს ამბავი, როდესაც ახალგაზრდები დაიძრნენ უკვე დედაქალაქის ცენტრისკენ, ეგრეთ წოდებული პოლიცია მიხვებოდა, თუნდაც არ ვიტყვი ასე, პოლიციის წარმომადგენლები მიხვებოდნენ ამ ახალგაზრდების ერთ და საკმაოდ დიდ ჯგუფს, ვიდრე რუსთაველის გამზირავდნენ. და უკვე შემდგომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ზოგიერთი დემონსტრანტის სიტყვები გაიხსენეს როგორ პროვოკაცია, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას ეს პოლიციელები. მე არ წამყოლი ვარ, გულახდილად გეტყვით, თბილისი მოლიდან სახლში დავბრუნდი ავტომობილით და მე წარმოვიდგინე, რომ მე მოვყვები ამ დემონსტრანტებს და ჩემთან ერთად არიან ჩემი შვილის ტოლა, ან ჩემი მეუღლეა, ან ჩემი მეგობარია. გენდერსაც ალბათ მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიტყვი გენდერული კუთხით არ გამყოფ ადამიანებს, ხო? თუნდაც მე ვარ მარტო და მარტო მოვდივარ და ამგვარ ძალიან რთულია ამ რკინის ქალამნების თუ ჯავშან ჟილეტის ჩაცმა. და გასაკვირველია, მე გეთანხმებით, რომ ჩვენ ხო ემოციური ქსოვილები ვართ, ხო? და გასაკვირველია, მე გეთანხმებით, რომ კი უნდა ჩავიცვა ეს რკინის ქალამანია თუ რკინის ჯავშანი. მაგრამ გაძლება იმის ძალიან რთულია და ისინი ამ მეთოდს აქტიურად იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, თუმცა აი რაღაცნაირად თითქოს აქამდე ისე მოვედით, რომ არ ყოფილა პრეცედენტი ისეთი განსაკუთრებული, როდესაც ვინმემ რამე ისეთი გააკეთა, რასაც შეიძლებოდა შემდეგ მოყოლოდა, რა ვიცი, თუნდაც სასჯელი, ვინმე ამისთვის არ ზის დღეს, არ იხდის სასჯელს, არავინ. აი ახლა როგორც ფსიქოლოგიები ხდებით, მიფიქსნით ფსიქოლოგიური, აი მე ჩემი ვიმეორებ არაკვალიფიციური პირის ახსნები რასაკვირველია მაქვს. დამაჯერებლადაც ვეთქვი საზოგადოებას, რომ მოვინდომო ან შვიდსინყვას, მაგრამ იხსნება თუ არა ფსიქოლოგიურად და ერთ პიროვნებას ვახსენებ ახლა, მზია ამაღლობელის კარგი კონოტაციით, აბა სადა აქვს ცუდის კონოტაცია, მაგრამ შესაძლოა აქვს სიჯიუტ. მე არ შევწყვეტ შიმშილობას. არასდიდებით არ შევწყვეტ. მაგალითი მისი
შიმშილობის თვალსაჩინო და არა უტეხობის თვალსაჩინო ხო გადამდებია თითქოს ამ ქალბატონმა იგრძნო მომენტუმი ერთის მხრივ მაგრამ იგრძნო რომ ის წამი იგრძნო რომ მას არ უნდა გადავიდეს თავის სიტყვას მან არ უნდა შეწყვიტოს იმიტომ რომ სხვებისთვისაც მისი გატეხვა იქნებ ვაიდა იყოს ვინძლო იყოს მოძრაობის ჭაფუშვის შედარებით შესუსტების საფუძველი სწორედ ხსნი ჩემთვის ახლა ეს შემთხვევა მსიასი ყველასთვის ალბათ არის ძალიან ემოციური მსია არ ვიცი ჩვენ როდის და როგორ შევაფასებთ მის აი ამ თავგანწირვას აი ამ პრინციპულობას და აი ამ სიმამაცეს რა ვიცი იცით ახლა ისეთი ადამიანები მახსენდება მე მსიას შემთხვევაზე რომელსაც ისტორია შეცვალეს ძალიან აი კოლბერგს რომელმაც არის მეცნიერი ესეთი რომელმაც ადამიანის მორალური განვითარების საფეხურები გამოკვეთა აქვს რამდენიმე დონე დაყოფილი, რამდენიმე საფეხურად დაყოფილი, ხა ბევრს არ ვისაუბრებ ამაზე, მაგრამ აი არსებობს პოსტკონვენციური მორალი და არსებობს მორალის ყველაზე მაღალი საფეხური, ეს არის მეექვსე დონე და თვითონ კოლბერგი ამბობს, რომ მორალური განვითარების ამ საფეხურს ერთეულები აღწევენ. და ეს არიან ის თავგანწირული ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს იდეას ან რამე ესეც მაღალ ფასეულს შესწირეს საკუთარი თავი. მაგალითად, ასეთი იყო ჯორდანო ბრუნო, ასეთი იყო ნელსონ მანდელა. ანუ ის ადამიანები, რომლებიც ანუ ასახელებს კოლბერგი, მოდის ვიხდი მე არ გავცნობი ვარ და მომიტევებ ცხადია, არ გავცნობი ვარ ამ შრომას, ხო? ნაშრომს ასახელებს მეცნიერი ამგვარ მაჰატმა განდის ასე მაგალითად ამბობს რომ არ მახსოვს, მაგრამ აი ასეთ ადამიანებს გულისხმობს კოლბერგი, ვინც ცვლის კაცობრიობის ისტორიას განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, სიტყვებს და განსაკუთრებულ ამბებს წერს ისტორიაში. აი ასეთ ცვლის კაცობრიობია. ბატონო მე ჩემს გადაცემაში მოდის ვიხდი მე ჩემს გადაცემაში ამ შემთხვევაში ფორმულას გადაცემა კონტექსტს გულისხმობ აი გასულ შაბათს ვთქვი რომ მე მადლობა მინდა გადავუხადო კალტუზია ამაღლობელს და ასე შემდეგ ამგვარი პათეტიკა მქონდა მაგრამ კიდევ ვთქვი რომ მადლობა მათ შორის იმისთვის მეთქი რომ მე მომუნიებს სხვა რომ გამაზნეობრივა, გამაკეთილშობილა. ამ შემთხვევაში ხა პერსონალურად საკუთარ თავზე ვლაპარაკობ ცხადია, აბა რა უფლება მაქვს სხვაზე ლაპარაკისა, მაგრამ მართლა მე თითქოს ამ ამბის შემდეგ და ამ პროცესში ვართ, ამ ამბავში ვართ ეხლა ჩვენ, ხო? თითქოს კიდევ სხვანაირად გავხედე, შევხედეც არასწორი სხვა, გავხედე თუ ქალბატონ მზიას და თუ პროცესს. მე რაღაცები უფრო მეტი, უფრო კვეთრი წითელი ხაზები გავიჩინე ჩემთვის. აი ამგვარად ცვლის მზია, ახლა მზიას მაგალითი მზიას ამბავი. კი, თითოეულ ჩვენგანზე ეს ახდენს ძალიან დიდ ზეგავლენას და სხვათა შორის იმაცეც კი, ვიზეც გონია რომ შეიძლება სხვა ტიპის რეაქციები გამოიწვიოს, რომლებიც შეიძლება ვერ ხვდებიან ახლა მზიარას აკეთებს, მაგრამ ის მათზე ზეგავლენას ახდენს. ის აზანზარებს ახლა ამ სისტემას. ამიტომ მე ძალიან მეშინია, ძალიან აი არ ვიცი, ეს არის ადამიანი, რომელზეც ალბათ მე ხა სხვებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე პირადად თვალის გახელის მომენტიდან ვიწყებ ფიქრს, მეჭრება სიზმრებში, იმიტომ რომ ეს ადამიანი დღეს დგას ძალიან სერიოზული განსაცდელის წინაშე. თითქოს აი იცით რა არის, აი ყველაზე უფრო ისეთი თითქოს განასახიერებს რაღაცნაირად ის ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობას, რომელიც
არის აი როგორ გითხრათ ღირსება შელახული არ არის ახლა ჩვენი ქვეყანა რომელსაც აბსოლუტურად უპირებენ რომ ისევ გახადონ რაღაცა რა ვიცი უკანა ეზო მაგალითად რუსეთის ხო ჩვენ ხო გრძნობთ რომ ჩვენ გრძნობთ კი არა ხედავთ რომ აქეთკენ მივდივართ ხო ქვეყანა რომელიც ცოტათი წამოიმართა რომელსაც რაღაცა ჰაერი შემოუშვა რომელმაც დაიწყო რა ვიცი გაზარდა თავისუფალი თაობა რომელსაც გაუჩნდა სურვილი რომ გახდეს ნაწილი იმ სამყაროსი რისთვისაც ის იბრძოდა ხო მთელი თავისი არსებობის რამდენხელა ისტორია აქვს იმას რომ ჩვენ გვინდოდა ევროპასთან ინტეგრაცია და აი ამ გარდამტეხ მომენტში ღირსება აყრილია ეს ქვეყანა ღირსება შელახულია ეს ქვეყანა თითქოს აი გამომწყდებულია მძევლად აყვანილია აი რაღაცნაირად მზიას შემდგომ უფრო გამიშიშვა ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც არის დღეს საქართველო და რომელიც აი ეს თავგანწირვით იბრძვის ხო აი ამ მე მახსენდება ხალხმაია ხა ბევრი ვინც იმხანად ვერ ხვდებოდა ამ ვისაც დავასახელებ ამ პერსონის მასშტაბურობას ხო იმხანად ვერ ხვდებოდა როგორც 80-იან წლებში ხო ახლა გამიწყრება და ჩემზე უფრო დიდი მომხრე გახდება თუ მომხრედ იქცევა იმ პიროვნებისა ვისაც ახლა დავასახელებ უკვე შემდგომ ერთი ცნობილი პოეტი იხსენებს ესეც შემთხვევას იმ პიროვნებაზე ოდნავ მოგვიანებით დავასახელებ როდესაც გადასახლებაშიო ვიყავიო მასთან სტუმრად არასდროს თქვა როგორც პოეტ როგორც მწერალი თუ პოეტი შეუშვეს გადასახლების იმ სივრცეში რომელშიც ის იმყოფებოდა პოლიტპატიმარი ნაშიმშილარი იყო და ბადრაკს მოხავდაო ესე ხელით უბრალოდ მე და ჩემს რაღაც აღარ მახსოვს როგორც მოხავდაო ხელით და იქიდან მოდიოდა ბადრაკის წარობა შემოხვედროდა და ამას უთქვამს ისინეთ კაც ხელი გამიშვიო იმათმა არ უნდა მიიჩნიონ იმათმა არ უნდა ჩათვალონ რომ მე დავრდომილი ვარ მე დავასახელებ ორივე პიროვნებას ერთი არის პოეტი ჯანსუღ ჩარყვიანი ვინც ჩააკითხა დისიდენტ მერაბ კოსტავას რომელმაც რასაკვირველია ისტორია დაწერა ასეთ ჩაგეკითხეთ მე მზიაზე და გამიგრძელდა მაგრამ იმსახურებს ხალხო მზია რასაკვირველია ბევრ საუბარს თუ მონოლოგის და თუ დიალოგის რეჟიმში ფორმატში ასეთ ისტორიას ქმნის მე ხა მაინც შედარების თვალსაზრისით კი არ გეკითხებით არის ესეთ მასშტაბურ ისტორიას ქმნის იცით რა მე გადაჭრით ახლა ჩემი განცდა ესეთია რომ ის ქმნის ახლა ისტორიას და ჩვენ ძალიან როგორ გითხრათ ისტორიულად მნიშვნელოვანი თავგანწირვის შემსწრეები ვართ მე ის განცდა მაქვს ახლა და ძალიან მაშინებს ეს ყველაფერი ძალიან მაშინებს ის არაემპათიური დამოკიდებულება რა თქმა უნდა არ მიკვირს ახლა ამ ხელისუფლების მხრიდან მე არაემპათიურობა მაგრამ ძალიან მაშინებს ეს ყველაფერი და ძალიან ვისურვებდი რომ იცი რას ვისურვებდი მე მზიას წერილიც კი მივწერე მას ახალი დაწყებული ქონდა შიმშილობა და პატარა ისტორია მოუყევი ვიქტორ ფრანკლის წიგნიდან მისი ასე ვთქვათ საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნის დროს რა თქმა უნდა შიმშილისგან სასო მიხდილი ყველანაირად პატივაყრილი ხო ეხა ხო წარმოგიდგენიათ დილა ადრიან ჯერ კიდე რო ბნელა ცივი ძალიან ცივი ზამთარია და მიყავთ სადღაც სამუშაოდ ძიმე ფიზიკური შრომისთვის და თუ გზაში ეცემოდა ადამიანი თუ ავად იყო ეგრევე კლავდნენ
ხო, იმიტომ რომ ის უკვე ზედმეტი ბარგი იყო, ვინ უმკურნალებდა. ავადარი ფრანკლი. და მიყვება ამ ბანაკს, მიდის და გრძნობს, რომ ძალა აღარ აქვს და რაღაც მომენტში ეცემა. და ელოდება, რომ აი ახლა ტყვიას დაახლიან. და ეგუება უკვე სიკვდილს, ემზადება თითქოს ამისთვის და უცებ ჩემი არ ვიციო რა მოხდაო ჩემშიო, ჩემმა გონებამო თითქოს წინ გადაახვიაო ცხოვრებაო და ვხედავო საკუთარ თავს უნივერსიტეტის აუდიტორიაში და მე ჩემ სტუდენტებს ვუყვები, როგორ გადავრჩი საკონცენტრაციო ბანაკში. ავდექი და გავაგრძელე გზაო და ნუ ეხა მე მართლაც ასე მოხდა. ხო და აი რაღაცას ასეც უსურვებ ზიას, აი რაღაც ასეც უსურვებ, რომ რაღაც ეს თავგანწირვა მისი მე მგონია, რომ უკვე ამას შეაზანზარა სისტემა და უსურვებ, რომ რაღაც ასეთი მომენტი დადგეს მის ცნობიერებაში. ადგეს და გადარჩეს თვითონაც. ხოშორ ძალიან კარგი წერილი მიწერა ციხიდან ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მიცოცხლე საქართველოსთვისო და ესეც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია მისთვის, მან უნდა იცოცხლოს საქართველოს, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები დღეს ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, თუნდაც აი იმ პროცესისთვის, რაც თქვენ ახსენეთ, წაღანი ირაკლი, ხო? მეც გავდივარ ამ პროცესს. იცი რას ფიქრობდი, რომ მივდიოდი ჩანთა ჩალაგებული, რომ მეთქი კარგი რა არის 15 დღე, როცა მზიას რა განსაცდელი ადგას და მე მზად ვიყავი ამისთვის და ვთვლიდი, რომ მართლა ეხლაც ასე ვთვლი, რომ ეს რა აბსოლუტურად არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც მზია გადის ახლა ფიზიკური თუ სულიერი თვალსაზრისით. მაყურებელს არ დაუბალავ, გულახდილად გეტყვით, რომ ჯერ 1:32 წუთია გაგრძელდება ჩვენი ინტერვიუ. და მეორე არ დაგუმალავ არც მაყურებელს და არც თქვენ დაგიმალავთ, რომ ეხა ხო ვებზადებით ხოლმე ჩვენ ინტერვიუსთვის. დაახლოებით მაინც მოფარგლული გვაქვს რაღაც საკითხები, ხო? შესაძლოა ესე კონკრეტული კითხვები არა, მაგრამ საკითხები მაინც რომლებსაც უნდა შევეხოთ. ხო შესწავლილი გვყავს რესპონდენტები. შესწავლილი შეიძლება არ არის თლად მართებული სიტყვა. ოშხოში ვიცით რა უთქვამთ, არ უნდა ვიცოდეთ, რა უთქვავს ამა თუ იმ რესპონდენტს. ხანდახან ვსვამთ ხოლმე კითხვას იმ გვარს, რომელზეც წინ და წინ ვიცით პასუხი იმისთვის, რომ უკვე შემდგომ ეს გახმიანდეს ეს პასუხი და უკვე შემდგომ ამ პასუხიდან გამომდინარე, რომელსაც გავახსენებთ უბრალოდ მაყურებელს, დავსვათ შემდგომი კითხვა. მე ახლა ვიდრე თქვენთან საუბრამდე მქონდა 1, 2, 7 საკითხი, ხო ვიცოდი რაღაცება. მაგალითად, მინდოდა მეკითხა თქვენ როგორც პროფესიონალი რას მეთქვით საზოგადოების არაემპათიურობაზე მეთქი თქვენ ახსენეთ, მაგრამ აი უკვე საომოვნოდ რა უნდა ვიყოთ ინდივიდებს, რომლებიც ემპათიურები არ არიან. მე თუ არ ვწდები, შეიძლება მეშლება, თქვენ უკეთ იცით ცხადია, უნდა მეხსენებინა სტენფორდის უნივერსიტეტის მაგალითი, როდესაც ჯალა თუ არ ვწდები სტენფორდის უნივერსიტეტის მაგალითია და როდესაც მსხვერპლი ხდება, უფრო შესაძლოა უფრო მეტი ჯალათიც კი, ვიდრე იყო ჯალათობისას. მაგრამ მე შევწყვეტ თქვენთან ინტერვიუს კი არა საუბარს იმდენად გულახდილად გიტყვით და ალბათ მაყურებელიც დარწმუნებული ვარ მაყურებელიც სავსეა ამ ჩვენი დიალოგით და პირველ ყოვლისა თქვენი მონოლოგით, თქვენი პასუხებით, რომ ემიდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მაია იმისთვის, რომ პირველ რიგში იბრძვით, იმისთვის, რომ ასე მშვიდად თქვენ ხსნით შვიდად, წყნარად, არა აგრესიულად. მე გულახდილად გეტყვით. ოჯახში საყვედურობენ ხოლმე.
როგორ თქვენ უნდა მოვიდე ხანდახან აგრესიული ვარ ხანდახან აგრესიულ გადაცემებში მეტყობა რაღაცა შეუძახებ ნორმალური მოვლენაა სხვანაირად როგორ აგრესიული მაინც ცუდი კონოტაციით რო არ თქვათ რაღაც გვარიანზე მეტად გაბრაზებული მაგრამ თქვენ იმ შვიდისათვის მადლობას გიხდით თქვენი მაგალითები რა მაგალითებიც დაასახელეთ იმ მაგალითებისთვის მადლობას გიხდით იმ თქვენი სიმტკიცისათვის მადლობას გიხდით აი ესევე გიხდით ეს არ არის ხა მეორე ხარისხოვანი იმისთვის რომ თქვენ ჭყალებში გადაკეტავთ კიდევ გზას ანუ თქვენ ხო მაგალითად ხართ ისევე როგორც მე ან ბევრი მოქალაქე ხო გადაკეტავთ გზას არა გახვალთ ქუჩაში თუ გნებავთ ესე ვთქვათ ხო და არ შეშინდებით და დღევანდელი ინტერვიუსთვის რომელიც აგეოს 15 წუთი მილია ხო მადლობას გიხდით და არ ვიცი მადლობა მადლობა თქვენ სასიამოვნო საღამოს გისურვებთ ეს ასევე დიდი მადლობა ნახვამდის